აა მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს. აა დიდხნიანი პაუზის შემდგომ ზამთრის არდადეგები გქონდა ბჭყალებში. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს. და უკვე ხვალ არის შობა და მაგასაც გილოცავთ წინასწარ. და ჩვენ დღევანდელი თემა შეეხება დელეგატებს. და რა არის დელეგატი? ეხლა რა ახსნათ რა? მოდი პირველ რიგში ესეთი საკითხი ასეთ საკითხზე დავიწყოთ ფიქრი. ესე იგი ჩვენ ვქნიდით ხოლმე რაღაც მეთოდებს დავუშვათ ორი რიცხვის ჯამი რომ მინდოდა რომ გამიგო, ხო? წერდი სიტყვაზე რას წერდი, ხო? static void თუნდაც არაფერს არ აბრუნებდეს. სამი გქონდეს მაგალითად int a int b b და ეს პრინტავდეს a plus b-ს. ხო, შეგვიძლია ესეთ რამე დავწეროთ. რატომაც არა, ხო? და მერე შეგვიძლია ეს გამოვიძახოთ. 2 და 4 მაგალითად. რო გავუშვებდით, ჩვენ დავინახავდით, რომ დაიპრინტებოდა 6. ჩვეულებრივად. არაფერი ასე ვთქვათ, განსაკუთრებული. ანუ მეთოდს ვქნიდით, მეთოდში პარამეტრებს ვუთითებდით და მერე ამ პარამეტრებს ჩვენ ვიყენებდით. ეხლა ეს პარამეტრები ჩვენ გვაქვს რომ, რა ვიცი, გინდ int ყოფილიყო, გინდ char, გინდ string, ნებისმიერ პარამეტრს ჩვენ მივიღებდით და შემდგომ აქ გამოვიყენებდით, ხო? თუნდაც მაგალითად ნებისმიერი ტექსტი რომ მივიღოთ პარამეტრად string text და რომ დავპრინტოთ ამ ტექსტის სიგრძე მაგალითად. text.length. ხო? ნუ სამის მაგივრად, რა ვიცი, find length-ი და ვარ ვქოთ. ეგეთი მეთოდი იყოს. და გამოვიძახოთ და გადავცეთ ნებისმიერი ტექსტი. დავუშვათ, რა ვიცი, algo uni. ესეთ რამე ვერ დავწეროთ. ესე ვთქვათ, დაგვიბრუნებს 800, ხო? დაგვიბრუნებს რა? დაგვიპრინტავს. დაბრუნება აქ არ არის. უბრალოდ პრინტავს ეს მეთოდი. ამ მეთოდში შევედი და ეს პრინტავს ტექსტის სიგრძეს. შვენიერი. მაგრამ მოდი ახლა ესეთ რამე გავარჩიოთ. კარგი, ტექსტი მივიღე. int-ი მივიღე. char-ი მივიღე, char-საც მივიღებდი, ხო, რა პრობლემაა? მაგრამ შემიძლია რომ მეთოდი მივიღო? პარამეტრად. მეთოდი ხო ჩვეულებრივი რაღაც ინფორმაციაა. როგორც რაღაცა ინფორმაცია არის რიცხვი, ტექსტი, იქ სიმბოლო char-ი, იქ bool-ი, true და false-ი, ხო? ეგ ხო რაღაც ინფორმაციაა, მე ხო შემიძლია მაგის მიღება. და მეთოდიც ხო რაღაც ინფორმაციაა ჩვეულებრივი. ხო? რატო არ შემიძლია რომ მეთოდი მივიღო? და მე ეგ მეთოდი გამოვიყენო, როცა მსურს. მაგალითად, თუ მე მექნებოდა რაღაც, მოდი ამას foo ერქვას. და აი დავუშვათ მეთოდი მქონდეს აქ. static void რა ვიცი, use method დავარქოთ. ეგეთი მეთოდი. და აი ეს მეთოდი ამ მეთოდში მე ვიყენებდე აი ამ მეთოდს. მე თუნდაც ცოტაზე ამას კომოდს ჩავწერ. აი ეს. ანუ მინდა რომ ამ მეთოდში გამოვიყენო ეს მეთოდი. ანუ გამოვიძახო ეს foo მეთოდი. როგორ ვიზავდი? ჩვეულებრივად დავწერ foo-ს, ხო? როგორც წერ ისე დავწერ აქაც, ხო? და ჩვეულებრივად გამოიძახება. ეხლა მე მინდა რომ ეს use მეთოდი გამოვიძახო აქ და ესე იგი როცა use მეთოდი გამოვიძახება, პროგრამა შემოვა ამაში, წაიკითხავს რომ რა ყოფილა ეს use მეთოდში რა არის, ესე იგი foo გამოიძახეო, მერე foo-ში შევა და ამას დაპრინტავს. ჩვეულებრივად. რასაც მივცემ, ხო? და რო გავუშვა, ეხლა არაფერი არ შეიცვლება. ჩვეულებრივად 5 დამიწერა, ხო? იმიტომ რომ hello სიგრძე არის 5. მაგრამ ნახეთ, ეხლა მე ამ მეთოდში ვიძახებ ზუსტად იმ მეთოდს, რაც მე მინდა. მაგრამ მიქნება მე მინდა რომ იყოს ეს მეთოდი დინამიური. ანუ რასაც გადავცემ, ის გამომიძახოს.
ეხლა აქ უეჭველად ეს full მეთოდი იძახება. და მე მინდა რომ რასაც გადავცემ ის გამოიყენოს. ანუ ჩვეულ შემთხვევაში რიცხვებზე როცა ვამატებდით ორ რიცხვს, ხო? იქ ხომ მე გადავცემ პარამეტრად int a და int b-ს და მე ვპრინტავ a + b-ს, ხო? ანუ მანდ არც ვიცი რა მონაცემებზეა საუბარი, უბრალოდ ვიცი რომ ორი int ტიპის რიცხვია, მაგრამ არ ვიცი რა რიცხვებია და მაგათ ვამატებ. აქაც ეგრე მინდა, რომ აქ მე ასე ვთქვათ, პარამეტრად გადავცემ მეთოდი და მერე ის მეთოდი გამოვიძახო. და ეგეთი რამე არ არსებობს C#-ში დელეგატის გარეშე. დელეგატი მაგისთვის გვჭირდება. რა არის დელეგატი? დელეგატი არის ტიპი, ჩვეულებრივი, როგორც int, string და რაღაცა ეგეთები, ისე არის დელეგატის ერთგვარი ტიპი, რომელიც ინახავს მეთოდებს. მას შეუძლია შეინახოს მეთოდები. ოღონდ შეინახოს მეთოდები ესე მისი მნიშვნელობა კი არა, მისი რაღაცა ის კი არა value და რაღაცა. არა, მისი მისამართი. ანუ ის ინახავს მეთოდის მისამართს. და როგორ იწერება, ასე ვთქვათ, დელეგატი. ანუ როცა დელეგატის შექმნა მინდა, ესე იგი მე მინდა შევქმნა ტიპი, რომელიც ინახავს მეთოდებს. ხო? ან მეთოდს, ან მეთოდებს. ძირითადად მეთოდს ინახავს. მაგისთვის მე ხო, აი დავუშვათ, როცა მინდა შევინახო რიცხვი. მე ხო უნდა ვიცოდე, რომ ეს რიცხვი int-ია, ასე ვთქვათ, თუ რაღაც 10 წილადია, დაბლია, ან float-ია, ხო? ხო უნდა ვიცოდე. ანუ წესია, ხო, აუცილებლად რიცხვზე. ზუსტად იგივე მეთოდის შენახვა როცა მსურს მე უნდა ვიცოდე ეს მეთოდი როგორი მეთოდია. რას აბრუნებს? რა პარამეტრები აქვს და ასე შემდეგ. და როგორ იწერება ახლა ნახეთ. ამას დავაკომენტარებ. ანუ ზუსტად წავშლი არც მჭირდება. დელეგატი იქნება მეთოდის გარეთ. ანუ კლასში უნდა იყოს, ან კლასის გარეთ. ორივე შეგვიძლია. ძირითადად კლასში ვქნით ხოლმე. ესე იგი წერთ. delegate ამის მერე აქ წერ რას უნდა აბრუნებდეს, ანუ მე ხო მინდა რომ ასე ვთქვათ შევქმნათ ტიპი delegate. ანუ მეთოდის რაღაც მეთოდები ხო უნდა შევინახო ამ delegate-ში. delegate ტიპის ცვლადში. და მე უნდა ვიცოდე ეგ მეთოდი რას აბრუნებს. ან რა პარამეტრები აქვს. მაგალითად დასაწყისში ესეთი მაგალითი გავაკეთოთ, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. მეთოდი, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. ესე იგი წერ voids. მერე თვითონ სახელი delegate-ის. აი რა ვიცი. მაგალითად ან თუნდაც მოდი რიცხვებზე გავაკეთოთ დაჯამება გამოკლება და მოდი int-ს აბრუნებდეს და ერქვას რაღაცა მათემატიკური ოპერაციები რა. დავუშვათ operation. აი ესე იგი მე ვქმნი ახლა delegate ტიპს, რომელსაც მე გამოვიყენებ ისეთ მეთოდებზე, ანუ ამ ტიპს გამოვიყენებ ისეთ მეთოდებზე, რომელიც აუცილებლად აბრუნებს int ტიპს. და პარამეტრები უნდა გქონდეს თუ არა. აი გაჩნია როგორი მეთოდები შენახვა მსურს. მაგალითად მე თუ მინდა ორი რიცხვის დაჯამება, აი ეგეთი მეთოდი შენახვა თუ კი მსურს, მაშინ ორი ტიპი უნდა გქონდეს, ხო? დავუშვათ int a და int b. ვსო, შევქმენი ახლა delegate, დავარქვი operation-ი, რომელსაც თქვი რომ int ტიპს უნდა int ტიპი უბრუნდება მაგ კონკრეტულ მეთოდზე და აქვს პარამეტრები ორივე int. ეხლა ეს კი არ არის მეთოდი თვითონ delegate. არა. delegate არის თვითონ ტიპი, რომელიც იქნება ახლა, რომელიც შევქმენი ახლა. და მე ამ operation ტიპს გამოვიყენებ კონკრეტულად მეთოდების შენახვის დროს. ანუ როცა მე კონკრეტულ მეთოდებს შევინახავ. მე აქ არც ვიცი რა ხდება, უბრალოდ ვიცი რომ რაღაცა int უნდა დაბრუნდეს და რომელსაც აქვს ორი პარამეტრი. მეტი არაფერი არ ვიცი. ეხლა მე თუ მინდა რომ ესეთი მონაცემები, ესეთი მეთოდები შევინახო,
წერ ესეთ რაღაცას. შენახვა მინდა. ცვლადი ხო უნდა შექმნა უცილებლად. მონაცემები არ ინახება ცვლადის გარეშე. ჩვენ ხო ვიცით, რომ რაღაცა რიცხვს როცა ვინახავ ან strings, მე ვწერ int, მე დავშვათ numbers ვარქვევ ან რაღაცას და უდრის და უბრალოდ ვწერ, ხო? დავშვათ 5-ს. ამ შემთხვევაში nami არის ის ცვლადის სახელი. ასე რომ აქაც ხო მინდა რომ ცვლადი მქონდეს. და ცვლადი რა ტიპის უნდა იყოს? ცვლადი უნდა იყოს operation ტიპის. იმიტომ რომ ეს დელეგატი მაქვს ახლა. operation ტიპის ცვლადი უნდა მქონდეს ახლა მე აქ. აი ეს. operation-ი, მე ცვლადის დავაქვთ რაღაც სახელი. აი რა ვიცი. დავშვათ operation 1 დავაქვთ. უდრის და აი აქ უნდა შევინახოთ მეთოდები. ან მეთოდები რა? უბრალოდ მეთოდი. მე შევქმნი ტიპი, operation ტიპი შევქმნი, ესეთი დელეგატი, რომელსაც თქვი რომ ისეთ მეთოდებს შევინახავ ახლა ამ ცვლადში, რომელიც აუცილებლად int ტიპს აბრუნებს და ორი პარამეტრი აქვს ორივე int. სხვა მეთოდებს ვერ შევინახავ. ეგეთი წესი აქვს. ეგეთი წესი განსაზღვრეთ ახლა, როცა ვთქვით, რომ int ტიპს უნდა აბრუნებდეს საერთო ჯამში და უნდა იყოს ორივე პარამეტრი int. ეხლა რაღაცა მეთოდი უნდა მივცე ამას რომ შეინახოს, ხო? მოდი რაღაცა მეთოდი შევქმნათ აქ. static int და მოდი დაჯამება შევქმნათ ორი რიცხვის. და ეს აბრუნებდეს a + b-ს. ანუ ორი რიცხვის ჯამს. ნახეთ, ეხლა ამ operation ერთ ცვლადს შეუძლია რომ ეს სამ მეთოდი შეინახოს. პირდაპირ შემიძლია დავწერო 3. ნახეთ ხარ რა მოხდა. მე სამ მეთოდი კი არ გამოვიძახე. არ გამომიძახებია. უბრალოდ ვთქვი რომ ამ operation ერთ ცვლადში მოთავსდეს 3. ოღონდ ესე კი არ თავსდება რომ რაღაც value აქვს და რაღაც არა. operation 1-ში ინახება 3 მეთოდის მისამართი. ან ის როცა ხო შეიქმნა ეს 3 მეთოდი. ამ ყველაფერს თავისი მისამართი აქვს. მეხსიერებაში ხო? და ამ operation 1 ცვლადს აქვს 3 მეთოდის მისამართზე წვდომა. აი ეს. და ნახეთ ხა როგორ სიტუაცია. ანუ ჯერ მე ვქმნი, ანუ როცა მინდა მეთოდის შენახვა ცვლადში, ჯერ მე ვქმნი დელეგატს. ანუ როგორი ტიპის ცვლადი უნდა მქონდეს მე? ეს operation 1 რა ტიპის უნდა იყოს? ანუ როგორი მეთოდების შენახვა უნდა შემეძლოს? მე ყველა მეთოდს ხო ესე ხო არ შევინახავ, ხო? მე ახლა წესი დავწერე და ვთქვი, მხოლოდ ისეთ მეთოდებს შევინახავ, რომელიც int-ს აბრუნებს და რომელსაც ორივე პარამეტრი აქვს int. და ახლა მე შევინახე ეს 3 მეთოდი operation 1-ში. შენ ხო რას გულისხმობს, რომ ესე იდოს მარტო ესე ხო არ არის, ხო? მე შემიძლია ნებისმიერ დროს გამოვიყენო, ხო? და ამ operation 1-ში ხო დევს ეს 3. და მე პირდაპირ შემიძლია გამოვიყენო. ნახეთ როგორ operation 1-ს დავწერ. ჭხილს გავხსნი. და გადავწევ ახლა 2 ნებისმიერ რიცხვს დავშვათ 2-ს და 3-ს. ნახეთ ხა რა ხდება. სინამდვილეში operation 1 ხო ცვლადია. ცვლადია. რა ტიპის არის? operation ტიპის. ეს რა ტიპია? ეს იგი არის ისეთი ტიპი, რომელიც int-ს აბრუნებს და რომელსაც ორივე პარამეტრი int აქვს. მე რო ახლა 3 დავწერე აქ. ამ ცვლადში ხო შეინახა ეს 3. რატომ შეინახა? იმიტომ რომ ამისი მოთხოვნები ზუსტად აკმაყოფილებდა. 3 ზუსტად ისეთი მეთოდია, რომელსაც int-ი აქვს დაბრუნების ტიპად და რომელსაც ორივე პარამეტრი int აქვს. მაგრამ როგორც კი რაღაცა შევცვალო, დავშვათ აქ დაბლი მქონდეს. ნახეთ, პირდაპირ 3-ზე აქვს პრობლემა. იმიტომ რომ ეს 3 მეთოდი ვერ არის კავშირში ამ ჩემ დელეგატთან, operation დელეგატთან. იმიტომ რომ დელეგატი მე რო შევქმნი, მე წესი მაქვს ეგეთი, რომ int-ს უნდა აბრუნებს აუცილებლად და ორივე int ტიპის უნდა იყოს თქო. და მე აქ დაბლი დავწერე აქ მეორე. ეს იგი ანუ აბსოლუტურად შეიცვალა. მდგომარეობა, ხო? ანუ რაცაც მე ვამბობ, ზუსტად ეგეთი მეთოდები უნდა შევინახო.
და გამოყენების თვალსაზრისით როგორ operation 1-ს დავწერ, ჭრილს გავხსნი და ნებისმიერ ორ რიცხვს დავწერ. ჩვეულებრივად. როგორც 3-ზე ავაკეთებთ, ისევე აქაც operation 1-ს. ანუ მარტივად დელეგატი არის ტიპი, რომელიც მეხმარება მეთოდის შენახვაში. მეთოდის მისამართის. იმიტომ რომ ეხლა მე რო operation 1-ს ვიძახებ, და 2-ს და 3-ს გადავცემ. სინამდვილეში operation 1 ხო სვლადია, მაგრამ 3-ის მისამართი ხო აქვს და უკვე მაგ 3-თან მიდის და 2-ს და 3-ს გადაცემს პარამეტრად და ის აბრუნებს a + b-ს. ანუ 2 + 3-ს. ეხლა მე რო გავუშვა, არაფერს არ დამიბრუნებს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ დამიბრუნებს, მაგრამ მე HR-ში, ანუ მე ვერ დავინახავ. აუცილებლად ეს მჭირდება სადღაც რომ შემიძლია დავპრინტო ეს. და აი აქ მოვათავსო. აი ესე. 5. ეს ჩვეულებრივად. აბა ჯერჯერობით თუ არ რება კითხვა? შემოვალ აქ. აბა გიო, გეგარა მეკითხვა არის? ჯერჯერობით. კარგი, ჩუმად ხართ. მაშინ გავაგრძელოთ. ოკეი. კარგი. ეხლა ნახე, გავაგრძელოთ. ესე იგი გვაქვს, ესე იგი მე რო შევქმნი დელეგატი, ვთქვი რომ int-ს უნდა აბრუნებდეს და ორივე პარამეტრი int-ია თქო, ხო? მე ხო შემიძლია რომ კიდე სხვა მეთოდი დავაკავშირო. და ვთქვათ გამოკლების მეთოდით. რატომაც არა? მე ხო შემიძლია რომ გამოკლებაც ან რა ვიცი, თუნდაც გამრავლება ან რამე ეგეთი გავაკეთოთ. ხო? აი დავუშვათ მეთოდი შევქმნათ static int მე მგონი ესაა ხო გამოკლება. int a, int b. რომელიც აბრუნებდეს a-ს - b-ს. აი ესე. რა, როგორც ეს მეთოდია, ზუსტად იგივე არ არის ეს მეთოდი? უბრალოდ აქ გამოკლება წერია. ანუ თავარია რომ მივხვდეთ რომ წესი როგორ გვაქვს, რომ int-ს უნდა აბრუნებდეს და ორივე პარამეტრი int უნდა იყოს. ნუ ეს როცა მე ვქმნი, თორემ მე ჩვენ შეგვიძლია სხვა დელეგატით შევქმნათ, რომელიც დავუშვათ string-ს იღებს string-ს უნდა აბრუნებდეს და ასე ვთქვათ, პარამეტრები შეიძლება საერთოდ არ გქონდეს. ანუ ეგეც ჩვენზე არის, ჩვენ როგორ შევქმნით ტიპს დელეგატის. ეხლა ხო, აი შემიძლია ხო ეს abstract-ით რო გამოვიყენო. მოდი ხა 2 და 3 გადავცეთ და დამიბოს -1-ს, ნუ პრობლემა არ არის ამ შემთხვევაში, ხო? 2-ს -3 მიდის -1. თავარია რომ მუშაობს, ხო? ეს ის. ანუ რა გამოდის? როგორც 3 შემიძლია გამოვიყენო, ისე subtract-ით შემიძლია გამოვიყენო. ნებისმიერ მეთოდის მისამართს იღებს ეს operation-ი, operation 1 ცვლადი და მე ვიძახებთ ჩვეულებრივად. ეხლა მოდი მივადგეთ რას, ნახეთ. თვითონ დელეგატს აქვს ეგეთი ფუნქცია, თვისება, რომ დავუმატოთ სხვა მეთოდი. ანუ ეხლა ამ შემთხვევაში მე ხო subtract-ი მაქვს. ანუ მხოლოდ subtract-ზე აქვს წვდომა, ხო? მაგრამ იქნება მინდა რომ subtract-ზეც ქონდეს წვდომა და 3-ზეც ქონდეს წვდომა. ანუ 1-ზე მეტ მეთოდის მისამართები რო შევინახოთ. დელეგატს ეგეთი ფუნქციაც აქვს. ეხლა მოდი დავამატოთ რომ წარმოვიდგინოთ. მაქვს 3, ხო? დასაწყისში ხო 3 მქონდა. აი ეს. მე მინდა ეს შევასრულო და მე მომინდა რომ subtract-იც გამოვიყენო. პირდაპირ operation 1-ი ცვლაც შევცვლი ხა და დავწერ operation 1 უდრის subtract.
და ეხლა დავპრინტავ operation 1 და დავუშვათ 5 და 2 მაგალითად. ანუ რა გამოვა ეხლა? 5 და 3. იმიტომ რომ ჯერ ეს გააკეთა ეს ორი ხაზი, იმიტომ რომ ჯერ 3 მეთოდის მისამართი აიღო operation 1-მა, მერე რო გამოვიძახეთ 2-ს მივუმატა 3, ხო, ჩვეულებრივად 5-ია, ხო? და ამის მერე ეს სვლადი შევცვალე და გავხადე, ანუ მივანიჭე მას subtract-ის მისამართი. ანუ მისამართი გადაეწერა, ეხლა აქამდე ხო 3-ის მისამართი ქონდა და ეხლა subtract-ის მისამართი აქვს. და მე რო დავპრინტე ეს 5 - 2 გამიკეთა, ხო? ესე იგი subtract-ის მეთოდი გამოიძახა მაგ დროს. ანუ ეს შემნებაზეა, გინდა, ანუ ჩვეულებრივ ცვლადი ხო არის? ჩვეულებრივ ცვლადს ხო ვქნიდი მე int-ნამ უდრის 8-ს, ხო მაგალითად. მე ხო შემიძლია რომ ნებისმიერ დროს ნამით გავხოდო 5. ხო? ჩვეულებრივ ცვლადი იცვლება და მინიჭება ხდება სხვა მოაცემის, ხო? ზუსტად ესევე. ზუსტად ესევე არის აქაც. აქ ეს დელიკატის ის იცვლება. ანუ მოაცემი იცვლება და 3-ის მაგივრად subtract-ი შევცვალე. მე ნებისმიერ რამის შემდეგ გავაკეთო აქ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ subtract-ს კი არა და დელიკატზე მე შემიძლია რომ ერთზე მეტი მეთოდის მისამართი შევინახო. და ნახეთ როგორ ვაკეთებ. მოდი ესეთ რამე დავწეროთ. operation 1 და ჩვენ ხო ვიცით მიმატება როგორ ხდება, რომ არ არც დაიკარგოს ინფორმაცია. პლუს უდრის. ნახეთ რა ხდება. ამ operation 1-ს როგორც 3-ზე აქვს წვდომა, ასევე subtract-ზე აქვს წვდომა. ვა. მაგრამ ეხლა მე რო operation 1 დავწერო და დავუშვათ 5 და არა, დავუშვათ 8 და 2 დავწერო. ეგეთი რამე. რა უნდა მივხვდეს ახლა ჩემო პროგრამა, რომელი გამოიძახოს? 3 გამოიძახოს subtract-ი. ორივეზე აქვს, ხო? წვდომა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ორივეს იძახებს. როგორც ამ 3 მეთოდს გამოიძახებს, ისე გამოიძახებს subtract-საც. ანუ სიტუაცია არის ეგეთი, რომ თუ კი ერთზე მეტ მეთოდს შევინახავ, ერთზე მეტ მეთოდის მისამართს შევინახავ ამ ჩემ ცვლადში და მე ამას გამოვიძახებ, ის ორივე ავტომატურად იძახება. როგორც 3, ისევე subtract. მოდი გავტესტოთ. აი ხა მოდი დაგანახებთ რას. ეხლა მოდი გავუშვათ და ჩვენ დავინახავთ, რომ მარტო 5-იან დამიწერა. აბა წეგნა რო თქვი რომ რაღაცა ორივეს იმახსოვრებს თქო. 5-იან დამიწერა, ხო? ესე იგი რა გააკეთა, ხო? მისა აქ არ დამიპრინტავს. მეც მაგარი ვარ. ეხლა დავპრინტოთ. მოდი ეს ჯერჯობით არ მინდა. კაი, ჯერ ეს იყოს, ეს 5-იანია და ნუ მე ქვევითებს დავაკვირდით რა. 6 დამიპრინტა. ის 5-იანი წინა 5-იანი, მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევს. თუ გინდა მას საერთოდ იმას ვიზოთ დავაკომენტარებ. თავარი რა არის, რომ ეხა აი ამ ხაზის მიხედვით ორივეზე უნდა მქონდეს ეხა წვდომა 3-ზეც და subtract-ზეც, ხო? იმიტომ რომ აქ პლუსი მაქვს. მე რო ეხა ვუშვებ 6 მიწერს. ანუ რომელი მოქმედება სრულდება ამ შემთხვევაში? სრულდება subtract-ის სრულდება, ხო? ესე იგი 8-ს აკლებს 2-ს. მაგრამ 3-ის მეთოდიც რომ აქვს ამას შეტყვა არ შემოვიდა. მაგრამ სინამდვილეში შემოვიდა. უბრალოდ დელიკატს აქვს ეგეთი წესი, რომ როცა მე ვიძახებ, აუცილებლად ერთი რაღაცა ბრუნდება. რამდენიმეს ვერ დააბრუნებ შენ. აქო ორივეზე რეთრუნი მიწერია, ორივე ხო აბრუნებს რაღაცას. მაგრამ დელიკატი ტიპის ცვლადი როცა მაქვს და მე ვიძახებ, ის აუცილებლად მხოლოდ ერთ რაღაცას მიბრუნებს და ბოლო რაც არის მაგას აბრუნებს ყოველთვის.
ამ შემთხვევაში subtract-ი ხომ აქვს ბოლოში და რო გამოვიძახე subtract-ი რასაც აბრუნებდა ის დამიბრუნა. მე რო ხა შევცვალო პირიქით რო დავწერო. ეხა პირიქით 8 + 2-ს დამიწერდა, ანუ 10, ანუ 3-ის მეთოდს დააბრუნებდა. სინამდვილეში ორივეში შედის, მაგრამ ბოლო რაც არის იმას აბრუნებს. მაგრამ როგორ გავარკვიოთ რომ შედის, ორივეში შედის? ძალიან მარტივად. მოდი აქ დავპრინტოთ რომ ეს აჯამებს და აქ დავპრინტოთ რომ ეს აკლებს. რო გავუშვათ ახლა. ეს აჯამებს, ეს აკლებს. ეს აკლებს, ეს აჯამებს. ხო? იმიტომ რომ ჯერ აქ მაქვს subtract-ი და მერე 3. მე რო ორივე, მე რო ხა operation 1 გამოვიცახე, ამ დროს ნახეთ რა მოხდა? subtract-ი და 3 ერთდროულად გამოიძახა. და რო გამოიძახა subtract-ში რა დახვდა? subtract-ში დახვდა ეს აკლებს და დააბრუნა a-b, მაგრამ ვერ დააბრუნებდა ესე, იმიტომ რომ მეურეც ხო აქვს, 3-იც ხო არის. და 3-ის დაწერა რომ ეს აჯამებს და დააბრუნა 3-ის a + b. ანუ 8 + 2. აი ეს. ასე რომ ამ მაგალითით ცხადია რომ თვითონ დელეგატის როცა ვქმნი ტიპს და მე ვინახავ რამდენიმე მეთოდს, როცა ვიძახებ რა მეთოდებიც არის მიბმული, ყველა იძახება. მაგრამ თვითონ დაბრუნების კუთხით ბოლო ბრუნდება. აუცილებლად ბოლო მეთოდი რაც არის მიმატებული, იმ მეთოდში შედის და იმას აბრუნებს. ამ შემთხვევაში 10. აბა თუ არის რამე კითხვა? რატი შემოგვირთა? სალამი, რატი ხომეცა ხელს მოსო? გამარჯობა. სალამი. აი ესე. შეგვიძლია ერთზე მეტი ის შევინახოთ. ერთზე მეტი მოაცემ. აი, მოდი ერთი მაგალითიც გავაკეთოთ. ოღონდ რატომ მაინც ინტებზე კაცო, ბანე მოდი. ეხლა მაგალითად აქ რო void იმწერებოდა. მაშინ ისეთი მეთოდი მაქვს, ეს operation ისეთი ტიპია, რომელსაც კი ორი პარამეტრი აქვს, მაგრამ არაფერს არ აბრუნებს. ასე რომ მაგალითად ეხლა აქ subtract-ი ვერ დაემატე, subtract-ი ვერ იქნება. იმიტომ რომ subtract-ი ისეთი მეთოდია, რომელიც აბრუნებს რაღაცას. და operation-ი ისეთი დელეგატია, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. ასე რომ დელეგატი როგორც მაქვს შექმნილი, ისე უნდა ზუსტად იმგვარი მეთოდები უნდა შევინახო მასში. სხვანაირად ვერ შევინახავ. სხვანაირად სხვა ისნია. იმიტომ რომ აქ მიწერია void. მოდი ახლა დავწეროთ ისეთი დელეგატი შევქმნათ. რომელიც არაფერს არ აბრუნებდეს. და პრინტავდეს ტექსტს. პარამეტრიც ტექსტი იყოს რა, გამოცემული. ეხლა ესეთ იმაზე, ნახეთ როგორ სიტუაცია, ეხლა როგორ შემიძლია რომ გადავცე. ჯერ შევქმნა ხო მეთოდი. static void, რაღაცა მეთოდი შევქმნათ. print-ი. ამასაც ეს იქონდეს, მიშობა არ აქ რამე წერებას მართლა რო გითხრათ. და პრინტავდეს რა ვიცი. მოდი name იქონდეს, name იყოს. და პრინტავდეს my name is და აქ name ეწეროს. აი ეს. ეხლა ამის დელეგატიც ესეთი ტიპი უნდა შევქმნა რა თქმა უნდა. მოდი ესენი დავაკომენტაროთ. print text. ნახეთ,
მე შემიძლია დასაწყისში თავიდანვე ესე დავტოვო, არ მივანიჭო მნიშვნელობა და მერე მივანიჭო უდრისით. და დავუშვათ აქ მეწეროს ის პრინტი, ხო? ეს დავუშვათ გიორგი. რა უნდა ეხლა მას? void to print text. print text-ში რა მიწერია? void-ი მიწერია. void print text. print-ი string name-ი. print text-ი. void რაღაც. აქ რა მიწერია? cannot implicitly convert type void to program წერტილი print text. ვა, რატო შევა ესე? პირდაპირ ესე მივანიჭო. ამას ქართულება აქვს. წესით არ უნდა იყოს პრობლემა. შეცდომა დავუშვით. პირდაპირ ესე უნდა მივანიჭო, კაცო. მე პირდაპირ თუ გავუტოლე. print-ი და მერე ვიძახებ, ხო? print text დავწეროთ და აქ ჩავუწეროთ უკვე გიორგი, მაგალითად. და როცა გიორგის დავწერ, ჩავწერ, გამოიძახება ის მეთოდი, სამის მეთოდი გამოიძახება, კი არა, print-ის მეთოდი გამოიძახება, რომელიც დაპრინტავს my name is გიორგი, ხო? ეს. რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეხლა რაც მე ამერია. არის ის რომ დელეგატ, თორსა ტიპს ვქნი და ტიპი არის ის დელეგატი, ხო? აქ მარტო ვეუბნები მეთოდს. არა მეთოდის, არა გამოძახებულ მეთოდს, არამედ უბრალოდ მეთოდს. და მე გამოძახება ხდება აი აქ. უკვე აქ ხდება გამოძახება, უბრალოდ. ეხლა ეს ორივე ხო პრინტავს, ეს პრინტი უბრალოდ პრინტავს, ხო, void-ია, ანუ არაფერს არ აბრუნებს. შეგვიძლია კიდე სხვა მეთოდები დავწეროთ და მივაბათ. ეგეც პრობლემა არ არის. კიდე რაც უნდა გასწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ აი აქ მე ხო როგორ ვაკეთებ, ესე იგი მე ვაკეთებ ისე, რომ ჯერ ვქმნი print მეთოდს და მერე ვუტოლებ, ხო? და მე შემიძლია პირდაპირ შევქმნა აქ ის მეთოდი. ოღონდ ნახეთ როგორი სიტუაცია, აქ ვიყენებ lambda expressions და ზოგადად callback ფუნქციას. ეხლა განახებთ როგორი სიტუაცია, ესე იგი წერ ფრჩხილებს. ესეთი სინტაქსი ჩვენ წელს გავიარეთ. ესეთი ჩაწერის გზაც არის. წერ ფრჩხილებს. მერე დავუშვათ პარამეტრი რაც გვაქვს, არ ვიცი. რა ვიცი, ნებისმიერი რაღაცა. ამ თუ არ გქონდეს უდრისი მეტობა. და აი აქ პრინტავდეთ ნებისმიერ რამეს. ან თუნდაც იგივე გავაკეთოთ ზუსტად. string-ი უნდა მივიღოთ აუცილებლად print text ხო ისეთი დელეგატია, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პარამეტრად string-ი, ხო? კარგი, გადავცეთ პარამეტრად რაღაცა string-ი, დავუშვათ string name-ი. და ეს პრინტავდეს hello და მოდი სხვა ერის გავიხსენო plus name. ნახეთ ხარ მოხდა. ცოტა იმას ვიზაო. ხო, აი ეს. რა არის print text? ცვლადია ჩვეულებრივი. print text-ი არის, print text ერთი და ვარქოთ პრობია. ვარაგვერიოს. print text-ი არის ჩვეულებრივად დელეგატი, რომელზეც ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებლად უნდა იყოს void ტიპისო და პარამეტრად string უნდა ქონდეს. ესე იგი არაფერს არ აბრუნებს პარამეტრად string. ეხლა როგორი მეთოდი დავწერე მე? მე კი არ შევქმნი გარეთ ესე და მე კი არ მივანიჭე პირდაპირ. ფრჩხილებს წერ უდრისი მეტობა, ეგეთი ის არის lambda expression-ია და აქ წერ უკვე პირდაპირ 100-ზე. პირდაპირ შეგვიძლია ესეც დავწეროთ. ეს არის მეორე გზა მეთოდის. როცა დელეგატს ვეხებით. დელეგატის შემთხვევაში, როცა გინდა რომ მიანიჭო ცვლაც, პირდაპირ შეგიძლია ესე დაწერო. 100-ზე. პირდაპირ.
და აქ ესე იგულისხმება. print text უდრის აი ესეთი ფიჩელები. ნუ თუ კი პარამეტრი არა აქვს, მაშინ ესე იქნება. მაგრამ ეხა პარამეტრს ითხოვს. თუ ცოტა ხანი ამას წავშლით, მაშინ გაჩვენდება ესეც. ხო? ან თავარია რომ გვეწერო უდრისის მერე გვეწეროს ფრჩხილები, უდრისი მეტობა, ესეთი ის დავიმახსოვთ სინტაქსი და ერთ ხაზზე იწერება ყველაფერი. თითქოს ძალიან მარტივია, ხო? ანუ ის დიდი იმების წერა არ მიიწევს, პირდაპირ ერთ ხაზზე შემიძლია მეთოდი დავწერო. და მივანიჭო უკვე ამ print text ერთს. მოდი უკან დავაბრუნოთ. აი ეს. და როგორ რამე დავწეროთ? დავუშვათ თუ კი ეს მეთოდი აუცილებლად დააბრუნებდა რაღაცას. სიტყვაზე აქ რო დავწეროთ return algorithm მაგალითად. ჩვენი აკადემია დავაბრუნოთ ტექსტად. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ იქნებოდა print text 1-ია. ეს დაიგეთ უკვე ერორი ნავაგდო. text-ი რომელიც პრინტავს რაღაცას, მაგრამ მოიჩადე? აქაც string უნდა დავწერო, ხო? აქაც ხომ ჭირდება, რომ დელეგატს უთხრა, რომ string უნდა დაბრუნდეს აუცილებლად. უკვე ნახეთ უკვე აქ პრობლემა აქვს, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რაღაც, ხო? და მაგალითად რო დავწერო აქ ესეთი რაღაცა return return ესე არ იწერება. აქ პირდაპირ name რო დავწერო ჩხილი ხო, ეს ჩხილი აღარ მჭირდება. უკვე. ანუ აქ უკვე return-ი იგულისხმება. აი აქ უდრისი მეტობის მერე return-ის დაწერა აღარც კი მჭირდება. პირდაპირ names როგორც კი დავწერ, ავტომატურად გულისხმობს დაბრუნებას. ანუ დაბრუნდეს name-იო. ან პირდაპირ მოდი აქაც ხო, name-ი algorithm, ხო. მოდი return name-ი დავწეროთ აქ, რატომ არის და მეც algorithm. და იქ მივანიჭოთ name-ი. ბევრად კარგი ვარიანტია. print text-ი ხო დავწერე ახლა. და აი ახლა გამოვიზახოთ ჩვენი print text-ი. print text 1 და გადავცეთ მას algorithm. აი ეს. ეს რადგან აბრუნებს, მოდი მაშინ ჩავწეროთ console write line-ში. აი ეს. და ჩვენ დავინახავთ ახლა რომ თუ მივეცი algorithm დაიბეჭდება algorithm. ანუ ესეთი ჩანწერიც არსებობს. ანუ მეთოდის. ერთია ჩვენ როგორც ვიცით, აი ესე. მაგრამ ეს არის ანუ ანონიმურ მეთოდსაც ეძახიან. lambda expression-ით არის, როცა უდრის მეტობას წერ და აი ამ ერთ ხაზზე პირდაპირ წერ ფრჩხილებს. მე აქ ჩვენ პარამეტრი გვინდა თუ არ გვინდა, ვიცი ეს ჩვენზე დამოკიდებული. მე უდრისი მეტობა და აქ წერ უკვე დაბრუნებას. ანუ გააჩნია თუ კი ბრუნდება, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა დაბრუნების მაგვარი ეწეროს. დაბრუნება აქ return სიტყვა არ არსებობს, ესე აი აქ ერთ ხაზზე, როცა წერ names უკვე იგულისხმება. რომ ეგეთი მოაცემ უნდა დაბრუნდეს, name უნდა დაბრუნდეს და მაგითო. return name იგულისხმება ახლა აქ. მაგრამ თუ რამეა და წეს დარიგით ჩვენ ესეთი შესაძლებლობას უნდა გქონდეს მე მგონი. return name. ესეთი ჩანწერიც არსებობს. ანუ თუ კი გსურთ რომ პირდაპირ ანუ ესეთი ან if statement-ები if statement-ებზე იყოს დამოკიდებული და ასე შემდეგ, შეგვიძლია უდრისი მეტობის მერე ეს ფიგურული ფრჩხილები დავწეროთ და აქ დავწეროთ უკვე return-ი. ანუ ამ თუ კი ფიგურული ფრჩხილები გვაქვს, უკვე return-ის სიტყვა არსებობს. თუ კი არ გვაქვს, მაშინ თქვენ დაინახავთ რომ ეხლა მე აქ ასე თქვათ return სიტყვა არც არსებობს, ნახეთ? returns რო წერ არც ამიგდებს. იმიტომ რომ არ არის აქ. უკვე ერთ ხაზზე როცა წერ, უკვე გულისხმობს returns. დაბრუნებას გულისხმობს უკვე. ასე რომ აქ უკვე პირდაპირ შემიძლია name-ი დავაბრუნო. ან მეორე ჩანაწერი რომ ესე არ დავწერო და ფიგურული ჭრილი დავწერო როგორც ჩვენ შეჩვეულები ვართ და აქ დავწეროთ return name-ი. ესე შეგვიძლია. ნუ აქ წერთ მე არ დაგოჩნდეს. ესე შეგვიძლია.
ასე რომ როგორც თქვენ გაგიხარდებათ. ისე შეგიძლიათ დაწეროთ, ესეთი სინტაქსი აქვს. აბა ჯერჯერობით თუ ვერ გამეკითხო. აბა გისმენთ. ყველაფერი გასაგებია? კარგი, ისევ დუმხართ. იცოდეთ, თუ კი მე სახში რაღაცას გაიჭედებით, აუცილებლად მითხარით. რომ მე დაგეხმაროთ ამაში, იმიტომ რომ არ არის, ანუ შეიძლება მარტივად ჟღერდეს ესე, მაგრამ თვალ მარტივი თემაც არ არის. აი ეს. და ეხა რა შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ ამ დელიკატებზე. ეს გვაქვს. ხო. მე რო აქ დავამატე დელიკატი, ხო? მოდი უკან დავუბრუნდეთ იმ ჩვენ ძველ საკითხს. აი აქ. რომ დავამატე. პლუს უდრისით, ხო? პლუსი მეხმარება დავამატო, ხო? ესე იგი, მაგრამ კითხვა მაქვს, რავი, მარტო ორი მეთოდის შემიძლია გამოსახება? რამეც გამიხარდება. მე შემიძლია კიდე დავამატო ახლა სხვა მეთოდი. მოდი გამრავლება გავაკეთოთ. რომელიც აბრუნებდეს ესეთ რაღაცას. ხო? და კიდე დავამატოთ ესა. აი ესეთი ჩვენი მეთოდი. ეხა მე რო ამას გამოვიძახებ. მოდი რა ვქნათ იცი, რადგან დაბრუნება არ მინდა აქ ცოტა ხანი რა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველაფერი გამოვაჩინო აქ. მინდა რომ ყველაფერი ჩანდეს კარგად. ასე რომ მოდი ცოტა ხანი ესენი არ გვინდა. void აქ იპრინტებოდეს a plus b. აქ აკლდებოდეს. და აქ კიდე რა თქმა უნდა მრავლდებოდეს. ხო. ნუ შევცვალე დელიკატი. ეს ჩემზე დამოკიდებული როგორ გავხდი დელიკატს და შემდეგ. უბრალოდ თქვენთვის მინდა რომ თვალთელი იყოს ესენი. როცა მე ახლა operations გამოვიძახებ, უკვე ამ operation 1-ს, უბრალოდ operation 1-ს როცა გამოვიძახებ, ამას აქ ახლა სამ მეთოდზე წვდომა. როგორც subtract-ზე, ისე სამზე, ისე multiply-ზე. და მე რო ახლა ამას ვიძახებ 8-ს და 2-ს გამოვიძახოთ 6, 10, 16. სამივე მეთოდი გამოვიძახა. პირველ მეთოდში 8-ს subtract-ი გააკეთა, ხო? პირველი ხო subtract-ია. 8-ს გამოვკლო 2, ანუ 6. მერე 3 გამოვიძახა. 3 8 + 2 10. და მერე multiply 8 × 2 16. სამივეზე გამოვიძახა. ეხა აი მე რო მივუმატე ეხა გამოკლება შემიძლია? რა თქმა უნდა შემიძლია. როგორც მივუმატე ისე გამოვაკლებ. მოდი აი ეს subtract-ი არ მინდა რა. subtract-ი გამოვაკლოთ მოდი. operation 1 minus უდრის ჯობრივად. ნუ ეს ხო შეგვიძლია ჩვენ ჯობრივად ისიც დავწეროთ. უდრის operation 1 minus რაღაც ხო? ესეც ხო შეგვიძლია. როგორც გაგიხარდებათ რა. ნუ მე ესე ვწერ ხოლმე პირდაპირ minus უდრის. subtract. რა უნდა ხა ამას? ხო, და ეხლა გამოვიძახოთ. რა დავარ? 10 და 16. 10 და 16. ეს 10, ანუ უკვე ის 6-ი უკვე ის subtract-ის მეთოდი აღარ გამოვიძახა. იმიტომ რომ როცა მე minus უდრის დავწერე,
წვდომა ანუ უკვე მისამართი წვდომა აღარა აქვს ჩემს ცვლადს აქვს მარტო 3-ზე და multiply-ზე და როცა გამოვიძახე უკვე ის ორი მეთოდი გამოიძახა ავტომატურად აბა ამაზე თუ არ მეკითხვა მე მგონი არც უნდა იყოს ამაზე კითხვა ხო ისე კი ჩვენ დელეგატს როგორც გაგვიხარდება ესე შევქმნით ნებისმიერ ტიპზე გინდ ასე ვთქვათ ტიპს აბრუნებდეს გინდა არ აბრუნებდეს გინდ გქონდეს პარამეტრი გინდა არ გქონდეს ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული და თვითონ დელეგატს აქვს 3 ძირითადი ჩაშენებული ტიპი C#-ში. ეს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი არის actioning, funky და predicate. ეს 3 ძირითადი დელეგატია. და მე რო ლექცია დავიწყე იმით რომ როცა მინდა მეთოდი გამოვიძახო თქო ყველაფერი არის ამ 3-ზე ამ 3 მეთოდზე დამოკიდებული მაგრამ მოდი ამ 3 შეჯრობით არ ავხსნი და ისე გავაკეთოთ ანუ როცა მინდა მეთოდი გქონდეს რომელშიც მეთოდს გამოვიძახებ მაგალითად static void print something to ვთქვათ რომელსაც პარამეტრად გქონდეს მეთოდი და ის მეთოდი გადავწეთ. უბრალოდ ის მეთოდი გამოვიძახოთ. ახლა როგორ დავწერო? ის მეთოდი რა ტიპის უნდა იყოს? ის მეთოდი უნდა იყოს მაგალითად operation ტიპის. operation ტიპის operation სიტყვას. და ეხა ეს operation-ი გამოვიძახოთ. და გადავცეთ მაგალითად 2 და 3. ესე იგი მე შევქმნი მეთოდი, რომელსაც პარამეტრად გავაყოლე მეთოდი და ამ მეთოდს ვიძახებ. operation-ი ხო ცვლადია? რა ტიპის არის? operation ტიპის. ეს operation-ი რა არის? დელეგატია, რომელიც არის მეთოდებზე მორგებული, რომელიც არაფერს არ აბუნებს, მაგრამ 2 int ტიპის მოცემი აქვს პარამეტრად. და ეხლა როცა მე ამ print something-ს გამოვიძახებ, აი აქ სადღაც. აი აქ უკვე მივცემ იმ მეთოდს, რასაც მინდა იმუშაოს. მაგალითად, მოდი multiply მივცეთ. აი ეს. მეთოდ multiply-ს მივცემ. და პრინტავს 6. ხო? იმიტომ რომ აქ გამოვიძახე 2 და 3. მე შემიძლია multiply არ მივცე და მივცე 3. ამ შემთხვევაში 2 + 3 იქნება, ანუ 5. ანუ თავარია რომ მეთოდს პარამეტრად გავაყოლე მეთოდი, ოღონდ რა ტიპის? operation ტიპის. ანუ მხოლოდ ეგეთი ტიპის მეთოდებზე იმუშავებს. მე რო ხა print text-ი გავაყოლო, print text არა, რაღაცა აი print-ი რო გავაყოლო. აქ. error-ზე გავა. იმიტომ რომ print-ი სხვა მოცემთა ის არის, ანუ სხვა მეთოდია საერთოდ. და აუცილებლად ამ print something-ში უნდა იყოს ისეთი არგუმენტი, რომელიც უნდა იყოს operation ტიპის. იმიტომ რომ აქ მიწერია რომ operation უნდა იყოს. აი ზუსტად ესეთი დელეგატი უნდა იყოს. ისეთი მეთოდი, რომელიც არაფერს არ აბუნებს, მაგრამ 2 int ტიპის პარამეტრი აქვს მეთოდში. ასე რომ ესე შეგვიძლია ჩვენ რომ გავაყოლოთ
მეთოდს გადავცეთ პარამეტრად მეთოდი და მე ის მეთოდი გამოვიყენოთ იქ. ალბათ თუ არ მეკითხო? მოიცა შემოვხედო. ხო, ოკეი. კარგი. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს action-ი funky predicate-ი და ეხა ამ მიჩვენია რომ გავყოთ და ხუთშაბათს განვიხილოთ action-ი, funky და predicate-ი. მოკლედ რომ დავახასიათოთ, ყველა ამ დელეგატს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, funky აუცილებლად უნდა აბრუნებდეს რაღაც კონკრეტულ მნიშვნელობას. Funky არის ისეთი დელეგატი ტიპი, რომელზეც მეთოდი ყოველთვის უნდა აბრუნებდეს რაღაცას. action-ი არის რომ, რავი, შეიძლება action-ი რომელზეც არაფერს არ აბრუნებს. შეიძლება predicate არის, რომელიც მხოლოდ truth ან false აბრუნებს. ასე რომ ამაზე მინდა რომ შემდეგ ლექციაზე ვისაუბროთ ხუთშაბათს. და აი ჯერჯერობით მინდა რომ აი ესენი დღესაც ვილაპარაკე. ეს გაითავისოთ კარგად. და ხუთშაბათს გავაგრძელოთ ამ სამზე საუბარი. აბა ეხლა შემოვიხილოთ Discord-ში. ჯერჯერობით თუ მხართ. აი. სხვადასხვა კითხვებს ველოდი, იმიტომ რომ არ არის მარტივი თემა რა. არის რაღაცა გარკვეული სირთულეები. ასე რომ, რავი, თუ გიკითხვები ეხლა არ გაქვთ, მაშინ ლექციას მე როცა ჩაუშვებით ხელახლა, ან დავალების პროცესში, უკვე რაღაცებს გაიჭედებით ალბათ. თუ არ გაიჭედებით, ესე იგი კარგად დავახსენე. და მაშინ მე ერთად გავარჩიოთ. კაი, მაშინ დავამშვიდობოთ დღეს. ნორმალური ლექცია გამოგვიდა. ხალხი გვაკლდა მაინც. ლიზა არ ყავს, აქ კიდე საბა და სხვები არ ყავს. და სოფიაც და სხვებიც და მე იმედია შემოგვირთმიან. კაი, მოდი დავასრულოთ მაშინ დღევანდელი ლექცია. კითხვების შემთხვევაში აქ ვარ. წინასწარ გილოცავთ შობის დღესასწაულს. და შევხვდებით მაშინ ხუთშაბათს ჩვეულ დროს 8 საათზე. ნახვამდის წინასწარ გილოცავთ შობას, კისრად ბედნიერებას, სიხარულს და ჯანმრთელობას მას. დიდი მადლობა. გილოცავთ, ნახვამდის. კარგი, მეც გილოცავთ. ნახვამდის.